მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. პასუხისმგებლობის განსაცდელად მე შემიძლია მხოლოდ კანონებით ხელმძღვანელო და კანონებიდან გამომდინარე გავაკეთო გარკვეული შეფასებები და კომენტარები, როგორც იურისტმა და შემიძლია ვთქვა, რომ მოქმედი კანონმდებლობით სივრცის დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 56 მუხლი სწორედ იაზრებს ამ პრობლემას წინასწარ და გვაძლევს ერთგვარ საგზაო რუკას იმისთვის, თუ ესეთ შემთხვევებში როგორ უნდა იმოქმედოს მუნიციპალიტეტმა და ის არგუმენტი, რომელსაც მე საკუთრე არ გადის, არ გამოდის რაღაცა წინააღმდეგობას გვიწევს, როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხების რეგულირება. ცხადია, კოდექსი არ არის ხისტი, არ ითვალისწინებს არავის უფლებების შეზღუდვას, ან ძალადობას, ან როგორც გაისმა სხვადასხვა ეთერებში. ცხადია, კოდექსი ამისკენ არ მოგვიწოდებს. აქ საუბარია იმაზე, რომ როდესაც ავარიულობის ხარისხი საფრთხეს უქმნის სიცოცხლის და ჯანმრთელობას და მესამე კატეგორიის შენობა-ნაგებობები ჯერ არავინ არ იცის, შეიძლება მეოთხე და იქნებ მეოთხე კატეგორია, არ გვაქვს კვლევა ნანახი. ფაქტია, რომ გრევა მოხდა და დავუშვათ, რომ ეს შენობა იყო იმგვარ ავარიულ მდგომარეობაში, როგორიც ფაქტით დადგა. აქედან გამომდინარე, ამ დაშვების პირობებში ცხადია, კოდექსი ანიჭებს ამ უფლებამოსილებას მუნიციპალიტეტს. ამ უფლებამოსილების მინიჭებაში გულისხმობთ იმას, რომ მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს აბარიული შენობიდან მოქალაქეთა გაყვანა და შემოისაზღვროს ტერიტორია მიმდებარე იმისთვის, რომ მოქალაქეთა სიცოცხლეს არ შეექმნას საფრთხე. დემონტაჟს გულისხმობ დემონტაჟს გულისხმობ სამართლიანი კომპენსაციის პირობებში. აქ კოდექსის მოწოდება არის, რომ ესეთ დროს განვახორციელოთ დემონტაჟი, ხოლო დემონტაჟამდე ის ადამიანები, ვინც არ გამოდიან, მათი დაკმაყოფილება მოხდეს კომპენსაციის გზით. შესაბამისად, შესაძლოა ეს ძვირიღებს, შესაძლოა ეს გარკვეულ დიდ ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა იმის თქმა, რომ არ გვაქვს რეგულაცია და არ ვიცით როგორ მოვიცეთ, ან გარკვეული უფლებები როგორ შევლახოთ, ანუ საკუთრების უფლებას გულისხმობ, რაც ნამდვილად ღირებული უფლება არის და უნდა იყოს დაცული, არც კოდექსი არ ითვალისწინებს მის დარღვევას, საუბარია კომპენსაციაზე, ან სხვა ტერიტორიაზე სათანადო ფაქტის გადაცემაზე. მე ვუსმენდი გუშინ ვიცემერს, რომელიც ამბობდა, რომ მოდით ნახეთ სასტუმროში როგორ ყავს განთავსებული ადამიანებიო. რეალურად პრობლემა დგას თუ არა უარის ნაწილიც და მინდა გკითხოთ, რომელზეც აპელირებს ქართული ოცნება და დედაქალაქის მერი. პრობლემა უარის დროს დგას თუ არა იმაზე, რომ ის კომპენსაცია, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ, არ არის რელევანტური და ამ კომპენსაციის ფარგლებში შეუძლებელია თუნდაც ნორმალურ ადგილას ქირით საცხოვრებელი სახლის შოვნა ან და საცხოვრებელი ახალი საცხოვრებლის ყიდვა. ანუ ეკონომია ხდება მიზეზი ამ ტრაგედიებისა? ანუ ძალიან რთულია მე რომ ველაპარაკო იმ საკითხზე, რაშიც მოლაპარაკებები როგორ მიმდინარეობდა, ინფორმაცია არ მაქვს, ამიტომ ზოგადად შემიძლია რომ შევაფასო. ხანდახან არის ხოლმე ობიექტური ეს ვთქვათ ვაჭრობა, ესე რომ ვთქვათ, და ხანდახან არის სუბიექტური. შესაბამისად მე გამიჭირდება ამის შეფასება, მაგრამ იმაზე ლაპარაკი, რომ როდესაც მერია ინფორმირებულია ან ნებისმიერი მუნიციპალიტეტი, რომ და რაღაც გარკვეული პერიოდია გასული, საკმაოდ დიდი პერიოდია გასული იქიდან, როდესაც იცი, რომ ეს ავარიული შენობა არის და იქ ჩვეულებრივად გარეო ვაჭრობა მიმდინარეობს, ადამიანები დაადიან, მანქანები გადაადგილდებიან და გასაგებია, რომ თქვათ არ გვაქვს იმდენი ფული, რომ ყველას კომპენსაცია მივცეთ და ეს უბრალოდ ესე გრძელდება ცხოვრება. აი აქ ხედავ გარკვეულ პასუხისმგებლობას, მორალურსაც და სამართლებრივსაც, რომ აქ ნამდვილად სახელმწიფო უნდა მოდით გავმიჯდოთ ერთმანეთისგან და კარგად აგვიხსენით. მორალური პასუხისმგებლობა გამოიხატება რაში და სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოიხატება რაში და ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება ასეთ შემთხვევაში? იცით რა არის ჩვენი ტექნიკური რეგლამენტები, რომელიც მოქმედებს მშენებლობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ძირითადად ფარავს სამშენებლო პროცესს. ავარიული შენობა-ნაგებობა როგორ უნდა დაკონსერვდეს და როგორ უნდა მოხდეს მისი მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება, ამ ტექნიკურ რეგლამენტებში გაწერილი არ არის. აი აქ ამაში გულისხმობ მორალურ პასუხისმგებლობას რა, რომ შეიძლება ტექნიკურ რეგლამენტში არ გაქვს ავარიულ შენობებზე ზუსტად დადგენილი ყოფილი უნდა შემოსაზღვროთ რა უნდა გააკეთო, მაგრამ ცხადია, როდესაც ინფორმაცია არსებობს, რომ ჯანმრთელობის და სიცოცხლის შეება საფრთხე მიადგას, აი აქ შემოდის სწორედ მორალური პასუხისმგებლობა. რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, გაქვს სრული უფლებამოსილება იმისთვის, რომ აი 56 მუხლი, რომელიც მოიხსენიე, ამ პროცედურების დაცვით, კომპენსირების გზით და ასე შემდეგ, სხვადასხვა ღონისძიების გზით
გადაფარო ეგრეთ წოდებული საკუთრების უფლების შეზღუდვა, ანუ არ დაუშვა საკუთრების უფლების შეზღუდვა და გადაარჩინო სიცოცხლე და ჯანმრთელობა. აი ამაზე ესაა. ჩვენ ვიღებთ იმ შედეგს, რომელსაც ვიღებთ და სამწუხაროდ ამ შედეგს ეწირება ადამიანების სიცოცხლე. თქვენთვის თუ უსმენდით დღეს და გუშინაც მათ შორის თბილისის მერიის მაღალჩინოსნების განცხადებებს, რომელიც ჩემთვის პირადად თავის მართლებას უფრო ჰგავდა, ცოტა აგრესიულიც გუშინ განსაკუთრებით. თქვენთვის მისაღები თუ იყო ის არგუმენტები, რომელსაც ისმენდით მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან? სამწუხაროდ ეს ორი დღე ვიმყოფები ტრენინგებზე, მე გახვალ სამშობლო სამართლის ტრენინგი და მაქვს პროფესიული შეხვედრები ხვალაც იგივე რეჟიმი, მაგრამ სამწუხაროდ ვახერხებ მხოლოდ ინტერვიუების მიცემას დღეს აი ამ თემასთან დაკავშირებით სხვა არანაირი. მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ სამი მოქალაქე არ თანხმდებოდა ამ შენობიდან გასვლას და რომ ესე ძალით გაყვანის ვალდებულება არ გააჩნია მერიას და ვერავის ვერ გამოაგდებს იქედან წინა ხელისუფლების მსგავსად და ასე შემდეგ. იცით რა არის, მე ყველა ეს განცხადება ესეთ რაღაც სიტყვიერ შეფასებაში ვერავისთან ვერ შევალ, იმიტომ რომ არც არის ეს ჩემი როლი, მე გახავთ იურისტი, რომელსაც შემიძლია სამართლებრივი შევსები გავაკეთო, მაგრამ იმაზე საუბარი, რომ მაგალითად არ შეგილია რაღაც ან ეს თქვათ კანონში არ წერია, ხო, აი ამაზე შემიძლია ნებისმიერ საკითხზე გაგაქცეთ პასუხი და ნუ ამიტომ მოვიყვანე 56 მუხლი, კონკრეტულად თბილისის რეგულაციები, საკრებულოს რეგულაციები არ შეესაბამება ცენტრალური კანონმდებლობის, ანუ 56 მუხლთან არ არის შესაბამისობაში, თუმცა ეს საკრებულოს გადაწყვეტილებაც, რომელიც მოქმედებს ავარიულ შენობებთან დაკავშირებით, შესაძლებლობას, რომ მესაკუთრებთა თანხმობის გარეშე მოხდეს შენობის დემონტაჟი ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში თუ ჩანაცვლება სხვა ტერიტორიაზე ხდება. ამას შეიძლება მე დავარქვა ტექნიკური საკითხი, ანუ მესაკუთრეს აქ მივცემ, მესაკუთრეს თუ იქ მივცემ, ეს ნამდვილად ტექნიკური საკითხი არის ესეთი პრობლემის დროს. ამიტომ ამ არგუმენტის მოშველიება უფრო მეტად უნდა იყოს დასაბუთებული. კი ბატონო, მადლობა. მადლობა უჩა ზაქაშვილი, სამშენებლო სამართლის სპეციალისტი იყო დღის ამბების სტუმარი. ჩვენ ახლა რეკლამაზე გავდივართ. რეკლამის შემდეგ მოგიყვებით ამბებს, რომელიც ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ განვითარდა და განცხადდა